Hey, გამარჯობა მეგობრებო. აქ მე და მარიამი ვემზადებით განსხვავებულ სახელმწიფო შოუზე წასასვლელად ნიუ-იორკში. ეს ვიდეო ჩემთვის ძალიან თბილი და განსაკუთრებულია, არა მარტო იმიტომ, რომ მე და მარიამა ერთად უსაყვარლეს დღეები გავატარეთ მის ახალ სახლში, არამედ იმიტომაც, რომ წელს შობის წინა დღე გავატარე მარიამთან და ჩემს ძმასთან ერთად, რომელიც ამერიკაში მოიწვიეს ჭადრაკის კარიერის გასაგრძელებლად. ამაზე wholesome სახელმწიფო პერიოდს ვერც კი მოვიფიქრებდი. ამიტომ დარჩით ერთად ვნახოთ რა შოუ არის ამოყიდული ნიუ-იორკში საშობაოდ და როგორ დავათვალიერებინებ ჩემს ძმას ნიუ-იორკს ერთ დღეში სრულად. ესეც ჩემი დღევანდელი კაბა, რომელიც რა თქმა უნდა პიჟამას შარვის გარეშეც მოწმევა. ესე იგი, ახლა მივდივართ ნიუ-ჯერსიდან ნიუ-იორკ სიტიში, რომ დავესწროთ მის შესახებზე ის არის საქართველოს რომ დავესწროთ ჩემს ახალ წლს ეჩქერს მარიამისგან ჩემთვის, ანუ დრაგშოუს. რაც სატარდება? სადღაც 22 სტრიტზე ვესტებზე. ახლა ცოტა ტრაფიკში ვართ, გაჭედილები, მაგრამ არა უშავს მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ საღამოდით. ხო, 65 საათია. და დღეს going out დღე გვაქვს, იმიტომ რომ გუშინ მთელი დღეს, არა, მთელი დღეს სახში მე რა ვიყავ მთელი დღეს სახში. მე დილით 6 საათიდან გამოსული ვარ. მე ვიყავი მთელი დღეს სახში. ეს მთელი დღეს სახში იყო. თორემ მე ღამე არ მეძინა, დილით გამოვედი. შემდეგ აღმოჩნდა რომ მთელი ღამე კი არა და მთელი 24 საათი უთოვია ითაკაში და ყინავდა სასწაულად, უთოვლი იყო და კიდე კაი ჩემ რუმეითმა წამიყვანა, იმიტომ რომ არ ვიცი ჩემბოდნით როგორ უნდა ავსულიყავი კამპუსამდე. და იქ რომ მივედით ბნელოდა თან, ანუ მაგ დროს ბნელა ჯერ კიდევ. ავტობუსი, ერთი ავტობუსი გაუქმდა, მეორემ დაიგვიანა და ეს ჰანთერი ჩემთან ერთად იჯდა და ელოდებოდა როდის მოვიდა ავტობუსი. და მე საბოლოოდ მოვიდა, წამოვედი, ჩამოდი ნიუ-იორკში. მე იქიდან 9 საათი ვიარე ცენტრში, Times Square-ზე. ხალხს გადავუჭერი კი არა და ამის ჩემოდანი ურტყილი ისენელა დადიოდნენ. ისე ემოციურად როგორი არის? ხო, იმიტომ რომ მე ჩემოდანი ერთი ხელით ხომ მომქონდა, მოვაგორებდი. მეორე ხელში ჩანთა მეკიდა, ზურგ ჩანთა მეკიდა, კიდე ბელტ ჩანთა მეკეთა, ტელეფონით ჩემს ვლაპარაკობდი ვიდეოთი. და ანუ მაინც რაღაცნაირად ყველაზე სწრაფად დავდიოდი. ხო და საბოლოოდ მივედი სადგურზე, ვიპოვე ჯერსის ავტობუსი, რომელიც ასევე a journey იყო. დავეწიეთ. ის დავეწიეთ. ეს მაგ ამაზე ფერი ამეთქე. ნაცრისფერი? არა, უკან ბორდოსფერი. იესამნისფერი. ესა და გამოვეჩინა და ამაზე ფერი. ხო, ძალიან სხვაგვარი ფერია. და მოკლედ მოვედი მარიამთან. და მე რა გავაკეთებ მე? მე კარგად ჭამდა. ისე რომ ვეღავს ვთქვა. მე მწვადი, ეგ მწვადი, მე მახსოვდება მთელი ცხოვრება. ვისაც გინდათ რომ შევკვდათ. აქ შეგიძლიათ შევკვდათ. მწვადი ცხინკალი ცხაჭობური. ყველაფერი მოკლედ. მე რაღაცები მოვალგეთ სახლში. მე საჩუქრები გავუწოდეთ ნაძვის ხასთან, იდეალური ნაძვის ხეა, მე ძალიან კაი ნაძვის ხე მარიამს. საიდან მოხსენდა ინსპირაცია? შენი ნაძვის ხიდან? და მოკლედ ეგეთი ქოვა სამქონდა. ბოლოს იდეალურად Home Alone-ის ყურების დროს ჩაგვეცია. Empire State-ი რა ლამაზად მოჩანს წინ. ძალიან. ხო და ახლა იმედია მივასწრებთ, მაგრამ რა მისწრებთ? ძალიან კაი. ეს ნამყოფია უკვე იმ შოუზე, სადაც მივდივართ. ხო, ნახევარ შოუზე. ხო, ნახევარ შოუზე, იმიტომ რომ ერთი საათი დავაგვიანე. ანუ მიდიოდა დრაგ-შოუზე ხო იყიდა ბილეთები და რაღაცა მიდის, ემზადება და ხალხო ანუ მეც ყოველს მოგწვია ალბათ გოგოება რომ რაღაცას ჩაიცვა, არ მოგწონს და გამოიცვალე. მაგრამ ეგ ჯერ არ დამართნია რომ წავსულიყავი. ნახევარი საათი გამევლო და მე მოუბრუნებულიყავი. აი ამან ეგრე გააკეთა. იმიტომ რომ ამახსენდა თურმე რა მქონია სახლში. ხო, წავიდა, ნახევარი საათის წასვლის შემდეგ მოუბრუნდა უკან, გამოიცვალა და თავიდან წავიდა. და მთელი პირველი ნახევარი გამოტოვა შოუსი. მე ჩამოდი ჩემი ძმა ნიუ-იორკში, ისიც აქ ცხოვრობს, წელს გადმოვიდა ამერიკაში, und მოჭადრაკეა, გენიუს მოჭადრაკეა და მაგიტო აქ. და რო ჩამოვა დავთვალიერებ ნიუ-იორკს ხვალ. ახლა კი დაგათვალიერებინებთ როგორი იყო დრაგ-შოუს წვეულება. გარეთ ყინავდა დღეს, თუმცა მალევე გადმოვინაცვლეთ თბილ და საახალწლო თავდაუზოგავად მორთულ ჰოლებში. როგორც შემდეგ ნახავთ, აქ მდგომი ადამიანები არიან ზუსტადაც დღევანდელი შოუს პერფორმერები. სანამ დაიწყებოდა 1 საათი ცოცხალი მუსიკა იყო. რა თქმა უნდა, საფრთხე.
შოუს ყავდა წამყვანიც, რომელიც მაყურებლებსაც რთავდა სიტყვა პასუხში და შოუს მთხრობელის როლით შეთავსებული ჰქონდა. ახლა კი აი შოუს ნაწყვეტები. ავიყვანეთ ჩვენი პატარა რომელიც არ ჩანს, მაგრამ მარიამს უზის კალთაში. ავიღეთ რაღაცა ნივთები და ახლა მივიდივართ ჩემი ძმის ასაყვანად აეროპორტში. და მე კიდე ბევრი უნდა ვიაროთ. დღეს ძალიან ბევრი ისაკი დავუდგეს მანქანაში. road trips-ები. ან ჯობრი road trips-ები. New Jersey, Brooklyn City, Quincy. მე წავედით აეროპორტისკენ, სადაც პოლიციის მანქანა იდგა და არავის აჩერებინებდა. არდა გასაჩერებელ ადგილზე ვიდექით. ამიტომ ნიკოშას ვუთხარი, უცბად შემოხდი მანქანაში დგა და არ ვიცი მეგობრებო, ასეთი რამ ფილმშიც არ მინახავს. მე გადავედი ჩემს საბაწევში მივახმარებე მეთქი და რო გადავედი, სანამ დავინახე რა მოხდა, ჩემი ძმა თავის ჩემოდით და დიდი ზურგჩანდით უკვე კარმიხურულიჯი და მანქანაში და მე მელოდებოდა რომ წავსულიყავით. სიცი ჩავჯექი მანქანაში და არ მჯეროდა რომ ჩემი ძმა გვერდდა და ერთად მივდიოდით სახლისკენ. ამასობაში მინდა ჩემი გენიოს ძმა გაგაცნოთ და ამ სიტყვას არც ხშირად ვიყენებ და არც სხვა ადამიანის მიმართ გამომიყენებია. ნიკა 4 წლიდან თავისივე სურვილით ჭადრაკს თამაშობს და წინ მიყავს მამაკაცების ჭადრაკი საქართველოში. იგი არის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოში ამჟამად ყველაზე უმცროსი დიდოსტატი და სხვა უამრავი აღსანიშნავი ჯილდოს მფლობელი. ამერიკაში კი გადაუჭარბებლად იმიტომ ჩამოვიდა, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტი ეხვეწებოდა, მიიღო სრული დაფინანსება პლუს სტიპენდია და ეთამაშა მათი სახელით. ბოლოს არჩევანი სენტ-ლუისის უნივერსიტეტზე გააკეთა, რადგან მისი საჭადრაკო კლუბი საუკეთესოა ამერიკაში და ასევე ერთ-ერთი საუკეთესო კლუბს წარმოადგენს მსოფლიოში. ახლა კი ნიკუშას ნიუ-იორკი უნდა დავათვალიერებინო. დიდი ენთუზიაზმითაც არა განწყობილი და აშკარად ძილის გაგზავნება ერჩივნა, მაგრამ არ გამიტეხა და დილიდან ქალაქში სეირნობა დავიწყეთ. დღეს ისე ყინავს, რომ წყალი რო გადმოასხა, არ გადმოასხა და გაიყინება. მაგრამ შენ რო დადიხარ, დიდად არ გძლებ ეგეთ სიცივეს. კადრში ერთად რო გამოვჩნდეთ, ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან მაღალია. აი მოვედით Times Square-ზე და ნიკა აბა რას ფიქრობ? ეს არის Times Square-ი. და რასაც წინ უყურებ. აბა რას ფიქრობ კიდე? ახლა მივიდივართ რადიო სიტისკენ და როკფელერის რადიოსიტისკენ. როგორც გითხარით, აქეთ ჩამოვიდა საცხოვრებლად აგვისტოში, მაგრამ სხვა შტატშია. და ახლა ჩამოვიდა აქ ტურნირი სათამაშოდ და ვათვალიერებინებ უცებ რაც ერთ ძირითად ნიუ-იორკში. აი ახლა ვნახოთ ჩემი ძმის რეაქცია ნაძვის ხეზე. რა თქმა უნდა უამრავი ხალხია. ეს უკვე გონი ყველა მიცის. გაიხედა. აღარ რა თქმა უნდა რამე სულ სხვანაირია კიდე. ესეც ნიუ-იორკის ბიბლიოთეკა.
ეს შენობები შეიძლება Spider-Man-დან გეცნოთ. შემდეგ კი წავედით იმ ადგილისკენ, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდით. Harry Potter-ის ოფიციალური ყველაზე დიდი მაღაზია. 2 სართულისგან შედგება და ყველაფერს იპოვეთ აქ, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. შესასვლელიდან გადიხართ ჰოლში, სადაც ოლივანდერის მაღაზიისავე ჩამწკრივებულია ჯადოსნური ჭოხები და აქ კი თურმე სწრაფტრივია თამაშდებოდა და მედანიკამ პინები მოვიგეთ. დაბლად ჩადიხარ ისე თითქოს დამტვრის ოთახში შედიხარ და ქვემო სართული კი დაყოფილია თემატიკის მიხედვით. მაგალითად, წერილები, ქვიდიჩი, წიგნების მაღაზია, სამინისტრო, წამოსვლის წინ კი აუცილებლად დავლიათ Butterbeer, რომელიც ასეთი გემრიელი არსად არ გამისინჯავს. ჭიქაც მოყვება, იქ ვერ ეცხავ და მიყავს. შემდეგ წავედით Central Park-ისკენ, სადაც თუ ჩემი წინა საახალწლო ვიდეოები გაქვთ ნანახი, იცით რომ ბალტოს გამო დავდივარ ხოლმე. ბალტო! ამჯერადაც მოვინახულებ ბალტოს ქანდაკება. შემდეგ კი მივაგენით ბეიგელების სამოთხეს. უგემრიელეს და უამრავი გემოს ბეიგლის შიგთავსი ჰქონდათ. ნიკამ ჩიზბურგერი აიღო, მე კი მოცვის შიგთავსიანი ბეიგელი. შემდეგ სახლში დავუბრუნდით, ქართული სუფრა გავშალეთ და სიმყუდროებში და უდიდეს სითბოსა და სიხარულში გავატარეთ დრო. Tiny just. ჩემს ორ უსაყვარელს ადამიანს ერთად ვუყურავდი და ასე ვხდებოდი საახალწლო პერიოდს. მეგობრებო, არასდროს დაგავიწყოთ რომ მიოცნებოთ. თუნდაც თქვენთვის ჩუმად გულში, მაგრამ თავარია რწმენა გქონდეთ, რომ ყველაფერი გამოგიოთ. ისურვოთ გულწრფელად და არ დაიშუროთ შრომა ამ ყველაფრის მისაღწევად. დღეს მე და ჩემი ძმა ჩვენ საოცნებო კარიერებს მსოფლიოში წამყვან ადგილებში მივყვებით. თქვენც დაიჯერეთ რომ გამოგიოთ და მყარად გადადგით ნაბიჯი. ოცნებების ასრულებას გისურვებთ.